მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს და მაყურებელს. მე ანიტა ტულაშვილი ვარ და დღეს მე გავუძღვები თოქ-შოუს. პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. გამოსვლების საკანონმდებლო ორგანოსთან უფლის სახელით ეკლესიიდან პარლამენტში გადანაცვლებული სამღვდელოება მუქარის ტონი კანონმდებლობის მისამართით და პარლამენტის ყურყევი პოზიცია. კანონპროექტში შესული ცვლილებები მას შემდეგ, რაც საქმეში საპატრიარქო ჩაერია. რეალურად რას ცვლის კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ და რატომ აღიქვა ის საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოდომის ცოდვის დაკანონებად? რატომ კარნახობს სახელმწიფოს მართვის წესებს ეკლესია სახელმწიფოს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ჩვენი თოქ-შოუდან გაიგებთ. ჩვენი სტუმრები არიან ნანა დევდარიანი, იკო ნერგაძე, ნინია კაკაბაძე და მამა ილია ჭირკლაძე. გმადლობთ მომზადებისთვის. პირველი კითხვით მინდა გადავიდეთ ალბატონ ნანასთან. ალბატონ ნანა, პარლამენტმა უკვე მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ბევრად შეცვლილი ფორმით, ვიდრე ეს წარადგინა იუსტიციის სამინისტრო. უფლებადამცველთა და არასამთავრობოთა განცხადებით, კანონი დიდად შეცვლილია, რომ მას რეალური ძალა აღარ გააჩნია. რატომ გახდა ასეთი პრინციპული საკითხი ამ კანონის მიღება, თუ კი მას აღარ აქვს რეალური ძალა და ეს ამის ერთადერთი მიზეზი ხომ არ იყო ის, რომ უახლოვებულია პარაფირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი? ხედავ ვერანაირ პირდაპირ კავშირს, იმიტომ რომ ასოციაციების ხელშეკრულება საერთოდ სხვა მომენტებით არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იქ საკმაოდ მნიშვნელოვანია საფინანსო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება. ეხლა პოლიტიკურ ხელშეკრულებაზე უკრაინამაც მოაწერა უმკურნალოდ ხელი, იქ არაფერია გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, დემოკრატია უნდა იყოს ქვეყანაში, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ უცბად გამშვენიერდება აქ ჩვენთან ყველა ეს ჩამონათვალი, რაც მე ვახსენე. ნამდვილად მე არ ვაკავშირებ ერთმანეთთან. მე უფრო გამიკვირდა, რა საჭირო იყო ასეთი დაჩქარებული ტემპით ამის გაკეთება ადგილობრივი არჩევნების წინ. მე ჩემის აზრით ყველაზე დიდი საზიანო ხელისუფლების იმიჯისთვის არჩევნების მე ვფიქრობ, რომ გარკვეული მხარდაჭერა ამან დააკარგილა და რატომ აგიხსნით? არ მგონია, რომ ყველა კარგად იცნობს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ ამ კანონს. არ მგონია. ადამიანები უბრალოდ უსმენენ მედიაში გარკვეულ გამონათქვამს, ვიღაც ისჯერათ, ვიღაც ეს არ სჯერათ და ამის მიხედვით აკეთებენ დასკვნებს. მაგრამ მე შევწყვეტ საუბარი იმით, რომ ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ალბათ მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის ის, რომ გრძელდება ტენდენცია, რომ ჩვენ აი აქ პარლამენტში ვარ რაღაცა ისეთი ღვთიური განათებული გონების პატრონი ადამიანები და ჩვენ ყველა თქვენგან ვიცით, თქვენ დანარჩენებმა როგორ უნდა იცხოვროთ. ანუ ის კი არ იყო, ან განმარტებით მუშაობა ყოფილიყო და ამას დრო ჭირდებოდა, ან აეხსნათ რაზეა ლაპარაკი, ან ადამიანების აზრი იყო ამაზე ლაპარაკი, რომ მან თქვა, რომ დრო არ ქონდათ მათ იმისთვის, რომ მოეცოთ ხალხს მეტი ინფორმაცია. ქონდათ შესაძლებელი 4 წელიწადში თუ რატო არ ქონდათ დრო ბოლოს და ბოლოს ამბობენ, რომ არავის არ მოუთხოვია ეს ევროპიდან და მეც ასე ვიცი, რომ არასდროს მოთხოვნა არ ყოფილა. არავითარი ვადები ისეთი განსაკუთრებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონს თუ რაიმე დოკუმენტს ერთი თვით ადრე მიიღებთ თუ ერთი თვით ვიარ, იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც იმას, რომ მოსახლეობა ვიცოდეს რაზეა ლაპარაკი. მადლობთ. შემდეგი კითხვით გადავართ ალბატონ ნინია კაკაბაძესთან. ალბატონ ნინია, რატომ აძლევს ეკლესია თქვენი აზრით თავს იმის უფლებას, რომ სახელმწიფოს მმართველობაში ასეთი ფორმებით ჩაერიოს? ეს არის მხოლოდ მათი გადაწყვეტილება თუ ხალხის მიერ მათთვის მინიჭებული ძალაუფლების შედეგი? ორივე ერთმანეთს არ გამოიცხავს. ეკლესია აძლევს თავს ამის უფლებას, იმიტომ რომ აქვს რეალურად ძალიან დიდი ძალაუფლება. ყავს ბევრი გავლენა ძალიან დიდი აქვს. ხანდამჭერს ვერ დავარქვენ, ბრევლის წევრები არიან ადამიანები, რომელიც ყველაზე მეტად ენდობიან ეკლესიას ქვეყანაში. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციები არ არსებობს, სახელმწიფო ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, თუმცა ჯერ ის პროცესში ვართ და რამდენიმე და ბევრი ნაბიჯი გადავიდით წინ. იქ, სადაც ასეთი ტიპის სახელმწიფოში ეკლესიას ყოველთვის აქვს დიდი გავლენა. ეკლესიამ ეს კარგად იცის, რომ აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება და ამიტომ ბუნებრივია ამ ძალაუფლებას იყენებს. აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, რომ რამდენად აქ საკითხი დგას სახელმწიფო რამდენად მისცემს ეკლესიას იმის საშუალებას, რომ ეს ძალაუფლება და როგორ ფიქრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო იდგა თუ არა თავისი მიღწევით? სახელმწიფო გაჭირვებით, მაგრამ რრაღაცნაირად პრინციპულ
სიმაღლეზე თუ პოზიციაზე დადგა, მაგრამ რაღაცა სისტემები გამოიჩინა, მაგრამ ის რომ მაინც ეს კანონი იქნა დამტკიცებული საბოლოო ჯამში, ეს რასაკვირველია, იყო პირველი ზეგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ესეთ ტიპის საკითხებს უნდა წყვეტდეს სახელმწიფო და არა ეკლესია ბუნებრივია. ქალბატონია ამბობდა, რომ გაჭირობით, მაგრამ მაინც დადგა სახელმწიფო თავის პოზიციაზე. სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პირდაპირ წესით არჩეული პარლამენტარი ეკა ბესელია. ამბობდა, რომ მას ჰქონდა პირადად შეხვედრები პატრიარქთან, რომელსაც არ გამომჟღავნებია ძალიან მტკიცე პოზიცია. მოგვიანებით ეს საპატრიარქო მოარყო, თუმცა ეკა ბესელიამ ეს განცხადება გააკეთა. და მან თქვა ისიც, რომ თუ პატრიარქი იქნებოდა ძალიან კატეგორიული, შესაბამისად პროცესები სხვანაირად წარიმართებოდა. როგორ ფიქრობთ? უნდა ერეოდეს თუ არა თუნდაც ისეთი მაღალი რანგის სასულიერო პირი, როგორც არის პატრიარქი, პირდაპირ წესით არჩეული პოლიტიკოსის პოლიტიკურ საქმიანობაში. უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ აზრის გამოთქმა ეს არ არის ვიღაცის კომპეტენციაში ჩარევა. დემოკრატია უეჭველად გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა ფენა, მორწმუნე თუ ურწმუნო, უფლებამოსილია გამოაცხადოს თავისი აზრი და გააპროტესტოს რაიმე მოვლენა. ამდენად მე მიკვირს მათი, რომელთაც ეუწყოებათ ეკლესიის მიერ ხმის ამოღების მდგომარეობა. ეს დაახლოებით საბჭოური მენტალიტეტია, ასე ვიტყოდი. ეკლესია რაზეც გამოთქმა იყო, მხოლოდ როდესაც მუდლები ესწრებოდნენ კანონპროექტის განხილვას, სადაც ბოლოში იყო მუხარა, რო თქვენ ამას ავუდგეთ. ეკლესია როგორც საზოგადოებრივი ჯგუფი საზოგადოებაში ყოველთვის იქნება რაღაცა იდეის გამტარი, როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფები საზოგადოებრივი. ასევე მე მიკვირს ქალბატონ ნინიას ლოგიკა, რომ თურმე ესე იგი თუ არ არის სახელმწიფო აწყობილი დემოკრატიული პრინციპებით, ამიტომ არის ეკლესიის როლი თუ ელექტორატი მაღალი და თუ ესე იგი სახელმწიფო იქნება უფრო სუპერ განვითარებული თუ უფრო დემოკრატიული, ესე იგი ეკლესიის ელექტორატი თუ მომხრენი იქნებიან ნაკლები. ეს ბევრ მაღალ განვითარებულ ქვეყანაში, იქაო, თუნდაც ალბათ იტალიაში ან სხვაგან, მე მგონი აქვთ ძალიან საკმაოდ. შეიძლება იმდენი არ ამდენი საქართველოში, მაგრამ საკმაოდ დიდი. ჩვენ გავართ რაღაც რიტუალებით და რაღაც ურთმენებით და სანახაობების მოწყობით, მაგრამ გავლენა იტალიაში ესეთი დიდი ეკლესიის ნამდვილად არ არის. არ ვიცი, ეს შევამოწმოთ. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არ არის ერთმანეთთან დამოკიდებული. შეიძლება მე შეგაწყვეტილებ დიდი პოზიცია, მაგრამ შენ რასაც ეკლესიაში ვითაც მეტი ხარის ყოფილა წრუორწმუნეობა, სიბნელე, ჩამორჩენილობა და არის რაღაცა კასტა ამ ქვეყანაში, რომელიც არის ყველაფერზე მაღლა, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განათლებული, ყველაზე კარგად იცის ქვეყანა როგორ უნდა ვითარდებოდეს. აი იქ იწყება ეს ბზარები. კიდევ მინდა ერთი რაღაც კითხოთ, სანამ ბატონიკოსთან გადავიდოდეთ. ზუსტად იმავე ანტიდისკრიმინაციული კანონის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ამ კანონის არც ერთი დებულობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას. აი ამ ჩანაწერის არსებობის პირობებში, როდესაც ეს ჩანაწერი არის კანონში, საპატრიარქო რატომღა ხედავს საფრთხეებს ამ კანონისგან? ძალიან შესანიშნავად ბრძანა ქალბატონმა ნანამ ერთის მხრივ პირველი არა მხოლოდ საპატრიარქოსთვის, აფიქრობ მთელი საზოგადოებისთვის ეს იყო დაჩქარებული წესით, ნასწრაფი ამის მიღება. და დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული საფრთხეები. მაგრამ ხომ ეს საფრთხეები ხომ არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც მოვა წინააღმდეგობაში მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებას. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რა იქნება, ხომ? მაგალითად, ხა ზოგიერთ სახელმწიფოში მოგეხსენებათ არის ერთსქესიანთა ქორწინება. ეს, რა თქმა უნდა, სრულად დაუშვებელია ქრისტიანული მენტალიტეტით. ეს გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რაიმე ფორმით შეიძლება ეს კანონი იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ შემდგომში მოხდეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკავება? შეიძლება ეს გამორიცხვა არ შეიძლება, რა თქმა უნდა. კარგით, მაშინ მე ბატონიკოსთან გადავალ თქვენის ნებართვით. ბატონიკო, სისხლის სამართლის კოდექსის და კიდევ 4 სხვა საკანონმდებლო აქტით დღემდეც იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ სექსუალური უმცირესობები და გენდერული იდენტობა ხელშეუხებელი უნდა იყოს და დაცული უნდა იყოს კანონით. ამ კანონს, ანტიდისკრიმინაციულ კანონს რეალურად ახალი არაფერი არ უთქვამს. თუმცა მაინც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იცოდა საზოგადოებამ, რომ ამას აქამდეც იცავდა კანონი?
როდესაც ჩვენი საუბრიდანაც ეთქობა, რომ მაინც შინაარსი არსობრივი დაპირისპირება მატიდისკრიმინაციულ კანონებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მაგალითად, უცხოეთების და თვითონ უშუალოდ კანონზე მაინც არ ვილაპარაკია. ხო, პროცესზე როგორ მიიღო ამ გარეგან ფორმაზე პარლამენტმა შემდეგ ვილაპარაკეთ რა როლი უნდა კონდეს ეკლესიას სახელმწიფოში ასე შემდეგ. მე მგონი პრობლემა თავისთავად რაც იქ წერია არავის არ ქონია. ხო ზეპირად რო თქვა ვინმე არის მომხრე რომ დისკრიმინაცია მოხდეს კეეფის. არ მგონია რომ ვიღაცამ ოქროს აღდამსწრებთან ხელი აიწევს და თქვა რომ არა უნდა მოხდეს დისკრიმინაცია. აი ხომ სხვა რამე. თუმცა საპატრიარქო მაინც ბოლომდე რჩება კანონის საპატრიარქოს თავისი პოზიცია და ეკლესია თავისი პოზიცია ეს არის ცოდვა, მაგრამ ნუ ერთია რომ რაღაც არის ცოდვა და მეორეა რომ ამბობ რომ უნდა დაარტყა. ან არ უნდა მიიღოს ამ კანონის უარყოფა რეალურად არ ნიშნავს იმას რომ უარყოფი მოითხოვს დარტყმის ლეგალიზებას? თვითონ ამბობ რომ არა, თვითონ აგერ შეგვიძლიათ მე თავად ვკითხოთ უნდა თუ არ ამის ლეგალიზება, მაგრამ მე ეს პრომოს ამბობ რომ არსობრივად ეს გულში უნდა რომ თავში ჩაარტყას გეებს და ლესბოსელებს თავს და აქ თქვენ არ ეხებათ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ჩაარტყეს კიდევაც და იწევდნენ ხა მაგაზე არ არის საგამოწმო. კანონს ნიკო ბოდიში მაგრამ რახან ესეთი არაფორმალური ისე ეხლა გახმაურდა არჩევნების წინ ერთ-ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი შეერთებულ შტატებში Facebook-ში თავის გვერდზე მხარს უჭერდა რომ აი როგორც ბიბლიაში ქვევით ჩაფოლვას ჰომოსექსუალებს. არის ყველგან არის გერმანიაში რამდენიმე წლის წინ ჰომოსექსუალის საცოდავი უბედური მიაბეს დეკემბრის ყინვაში გააშიშვლეს მიაბეს ქალაქის ერთ-ერთი პარკის გალავანზე გაიყინა ეს უბედური. ასეთი ადამიანები საუბედუროდ არიან ჩვენთანაც არიან სხვაგანაც არიან იმ ქვეყნებში სადაც დემოკრატია უფრო მაღალ დონეზე ვარ. აქ ამაზე არ ლაპარაკი რომ ვიღაცას დაუკავო. მე ყველაზე მეტად აღმაშფოთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახის განცხადებებმა რომ ვინც ამ კანონის წინააღმდეგია ის არის თურმე ადამიანების ჩაგურის და დისკრიმინაციის მომხრე. ამას ამბობს იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც 9 წელიწადზე მეტი ძალადობდა საკუთარ ხალხზე და არ დაუნახავს ქუჩაში დახოცილები პოლიციის მიერ განადგურებულები, დარღვეული მიტინგები. ანუ რა არის, ეს ძალიან ხშირად ჩვენთან კანონი, აი როგორც იმის არ იყოს რუსეთშია, ხო, რასი პაეტ, რასი ბოლში ჩემ პაეტ. კანონი ჩვენთან გაცილებით მეტი ხდება ხოლმე, ვიდრე კანონი. ანუ კი არ გარეგირებული კანონთან დაკავშირებით. იყო ერთი მხარე, რომელიც ამბობდა გეორბას ბახოვი თავზე და შვილებს ვიპიდარასტებდა შეგამოწმის წყალებში, მეორე რომელიც ამბობდა რომ შეგვიძლია ახლა ევროპაში ამ კანონს. ხო, ორივე ხო, იგივე ხა რაც შეეხებოდა კამას და განხილვას მოწინააღმდეგეები ანტიდისკრიმინაციულ კანონისა, ვინც ახლა ქუთაისში პარლამენტის იგივე, მაინც საკამათო და სადისკუსიო და არ იყო მოსული. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა შეიძლება არ თქვა, მაგრამ ბევრი იგივე სასულიერო პირის გამონათქვამი ანათემაზე გადაცემასთან დაკავშირებით და ფორმა არც ბევრს არ მოეწონებოდა, ვის უნდა წინააღმდეგე იქნებოდა ამის მიღებაში. შეიძლება მაგალითად ცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ან სკოლაში, თქვათ, ნებისმიერ საფეხურზე სკოლის პერიოდში თუ კი მოითხოვენ რომ ესე იგი LGBT წარკირი არ იყოს პედაგოგად და გამოვლენ გააპროტესტებენ მის პედაგოგობას ჩაითვლენ ბავშვების მშობლები ეს ჩაითვლება თუ არა დისკრიმინაციად არის თუ არა დისკრიმინაცია და კანონი დასჯის თუ არა ასეთ მშობლებს რომლებსაც ეკნებათ სურვილი რომ ასეთი პიროვნება არ იყოს მათი შვილის მასწავლებელი. მე იურიდიულ დეტალებში ვერ წავ. ზოგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის, იმიტომ რომ ადამიანის უფლებებს სახელმწიფო არ აქვს, ყველა კაცობრიობა. ერთი მხრივ ხათ ის მეორე ხარ როცა ლაპარაკობენ ცირეწლოვანი ბავშვი, მე თვითონ ცირეწლოვანი ბავშვი შობელია ბოლოკაში შემიშვი. და სულ და მე თვითონ სკოლაში დავდივარ. სულ ამბობენ რომ გინდათ რომ ესეთი იყოს სკოლაში. მყავდა ორი მასწავლებელი, რომელსაც შეხედავდი გეი იყო და ახლა ამბობდა და არა აკუშავდა. ვიზუალურში იყო. პრობლემას არ მეკონდეს უფლებაში. არა, არ მეკონდეს იმიტომ რომ თუ კი ეს პედაგოგი შობელს უფლება ხა თავისი აზრი გამოცხადოს შეიძლება მივიდეს ჰეტეროსექსუალი მივიდეს და ის პედაგოგიც არ მოეწონოს და თქვას რომ მე არ მინდა რომ ეს ჩემს სასწავლებლად თუმცა როგორც პედაგოგი არ მომწონს ასეთ თქვათ მიმართულებით თავისი აზრი იმაზე მოეწონება როგორც პედაგოგი თუ მის როგორც პედაგოგი ნებისმიერი შეიძლება დაეწონოს შობელმა და თავისი აზრი გამოთქვას მაგრამ სексუალური ორიენტაციის გამო ვინმეს პედაგოგობის უფლება ვინმესთვის პედაგოგობის უფლების ჩამოყალიბება ბუნებრივია არის თუმცა ერთამში შეთანხმებით ვიღაცა თუ ამბობს რომ ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს მასწავლებელი მე მგონი მისი აზრი არ უნდა შეიზღუდოს ანუ დისკრიმინაციული აზრია მაგრამ ერთი წუთი რა გამახსენდა მე როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელშეკრულება არ გამიგზავნეს მე შტატიანი ლექტორი არ ყოფილა რაღაცოდეს ნამდვილად არ გაუკეთებიათ ეს ჩემი ჰეტეროსექსუალიზმის
გამო, არ გაუკეთებიათ იმის გამო, რომ ცუდი პედაგოგი ვიყავი, მაგრამ სხვა ჯგუფებიდან მოდიოდნენ სტუდენტები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ესწრებოდნენ ჩემ ლექციებს. ჩვენ გავიარეთ, აი გუში ჯერ განელებული არ არის, როცა პირდაპირ ეიჯიზმის პრინციპით ხდებოდა ადამიანების დისკრიმინაცია, ხო? აი ხო დაუკვირდით ჩვენ ყველა დაუცველია ამ სახელმწიფოში არ ითვალისწინებს, არა. პირველ რიგში ითვალისწინებს პოზიტიურ დისკრიმინაციას. ასაკობრივი ნიშნის დისკრიმინაცია გათვალისწინებს. ერთ-ერთი მხოლოდ უმცირესობებზე თორე ეს კანონი აქცენტი კი არ კეთდება, იქ წერია ყველა ნიშანი, მაგრამ მე ხო გეკითხებით, როცა ერთ-ერთ რადიო ეთერში ვსაუბრობდი, დარეკა ზუსტად ამ საკითხებზე, დარეკა მამაკაცი. და თქვა, არ ვარ საპენსიო ასაკის. სამსახური აღარ მაქვს ბოლო წლებია უკვე რამდენი ხანია. ბანკმა გადამაგდო, დავრჩი უბინაოდ, რაღაცა იპოთეკარი თუ რაღაცა ესეთი ამბავი იყო და არანაირი შემოსავალი არ აქვს. მე გეკითხებით, მაინც და მაინც LGBT პერიოდა ვიყო, რომ ჩემი უფლებების დაცვაზე ვინმე მიზრუნოს. ეს არგუმენტია. მე შეიძლება დიდხანს ვილაპარაკო. ქვეყანაში სადაც დაუცველია პატარა ბავშვების სიცოცხლე. და ეს უასე არის ხება მოვითხოვო რომ სხვისიც არ იყოს. არ უნდა მოითხოვოთ, მაგრამ მოვითხოვოთ ყველასი იყოს. მე პატარა ბავშვისაც. მე მოვითხოვ კიდევაც სადაც საშუალება მეძლიაო, მაგრამ მე რას ვამბობ, სახელმწიფოსთვის ყველაზე იოლია ქაღალდზე დაწეროს რომელიღაც ჯგუფის შესახებ, რომ აი ჩვენ დეკლარირებულად დავიცავთ მათ უფლებებს, ვიდრე რეალურად დაიცვას თავისი მოსახლეობის უმრავლესობის ფუნდამენტური უფლებები. ერთგვარი სუბლიმაციაა. მიხდით, აი ამას გულისხმობ მე თორე. მე არავის ჩაგვრის მომხრე არა ვარ ნამდვილად. ჩაგვრის კი არა, ჩვენ ესე გავზარდეს. ქრისტიანულ ოჯახში ასე იზრდებოდა, რომ ადამიანის ფიზიკური ნაკლებიც კი არ უნდა შეიმჩნიოს, ზედმეტად არ უნდა შეფეროს. ხალხთან მაშინ აბა რა პრობლემაა? ანუ მე არ ვიცი რომ ჩაგვრის არა ვარ ჩაგვრის მომხრე, მაშინ არავინ არ არის. ეს ხო ემოციური ფორმია, თქვენ ეს უნდა გაითვალისწინოთ. ხანდახან დისკრიმინაცია ზოგადად არის გრძნობითი პრობლემა. ადამიანი თუ თulis რომ ის დისკრიმინირებულია, დღე და ღამე რომ უმეორო რომ არ ხარ დისკრიმინირებული არ დაგიჯერებს. ამ შეიძლება დონეზე. მინდა კითხვა დაგისვა თუ შეიძლება მოკლედ მიპასუხეთ და შემდეგ ვნახოთ გამოკითხვა. თუ კი მასწავლებელი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, თუმცა ამის აგიტაციას არ ეწევა მოსწავლეებთან. მშობლების მოთხოვნით, მხოლოდ იმიტომ რომ მშობელმა საიდანღაც გაიგო მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. თქვენი აზრით, შეიძლება რომ მასწავლებელი გაათავისუფლოს მხოლოდ და მხოლოდ მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, თუ კი ის როგორც პედაგოგი პროფესიონალია. ისეთ რა არის თქვენ ძალიან ისეთი მაგალითი მომეყვანოთ რა პედაგოგის პროფესიონალიზმი რატომ არის ეს ჰომოსექსუალი მაინც და მაინც ძალიან მაგარი პედაგოგი ნიკო მოყვა მაგალითს რა რატომ არ შეიძლება იყოს შეიძლება იყოს მაგრამ რატო გადაყვავს ჩვენ ამაში პედაგოგი რაც არ უნდა ორიენტაცია ქონდეს ბავშვებთან თავის სექსუალურ ცხოვრებაზე ლაპარაკობს გინდა ვაჟკაცი ქართველი იყოს და გინდა გეი ქართველი და გინდა ქალი და გინდა კაცი გასაშვებია ხა რა რატომ უნდა ლაპარაკოს ბავშვებს თავის ნახოთ გამოკითხვა და შემდეგ გავაგრძელოთ ხსმენია თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და როგორ ფიქრობ, უნდა მიეღო თუ არა პარლამენტს? მგონი არ უნდა მიეღო. რატომ? იმიტომ რომ საქართველოა და ამით ყველაფერი ნათქვამია. მე მიმაჩნია რომ ზოგადად არ უნდა იყოს ეს დისკრიმინაცია არავის მიმართ. ეს აგრესია რაღაცა განსხვავებულობის მიმართ მე ვთვლი რომ არ არის სწორად. უნდა მიეღო, რადგან თუ ევროპაში შესვლას აპირებს ეს ქვეყანა აუცილებელია, მაგრამ ქართული ტრადიციებიდან და მორალიდან გამომდინარე ხა აპროტესტებს ქართველი ერი ამ ყველაფერს. ხსმენია და არ უნდა მიეღო. და რატომ? ჯერ თვითონ მე მგონი ტერმინებში უნდა გაერკვან რას ქვია და მერე უნდა მიეღონ ესა თუ ის კანონი. კი, ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მიღებულიყო ეს კანონი. და რატომ? იმიტომ რომ ამ კანონით და ამ კანონის მიღებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ მიუხედავად ადამიანის რწმენისა, რელიგიისა, ორიენტაციისა, სქესისა, ეთნიკური მიკუთვნებულობისა, ყველა ადამიანი არის თანასწორი და ამ კანონის მიღებით სწორედ ეს დავამტკიცეთ. ანუ მანიფესტაციის ჩატარების უფლება არ უნდა ქონდეს, ანუ საჯაროდ რა. რაღაც უფლებები უნდა ქონდეთ დაცული თავიანთ, მაგრამ არა საჯაროდ ჩატარების და გამოსვლის უფლება. კი უნდა მიეღო ოღონდ უფრო გამკაცრებული ზომებით, ანუ არ არის აქ ჩადებული ამ კანონის მოქმედების მექანიზმი, როგორ მოქმედებს ეს კანონი მოკლედ. არ უნდა მიეღო. და რატომ? პირველ რიგში შენი ხალხის უფლებები კი უნდა დაიცვა, მაგრამ შენი ტრადიციებს უნდა დაიცვა და შენი ერის კულტურას უნდა დაიცვა. ჩვენ კულტურაში რო არ არის მსგავსი რაღაცა, ხო ვიცით უკვე დიდი. იმიტომ არ უნდა მიეღო. კანონი რაღაც უნდა ცოტა გამოეყოთ ისე, რომ აი მე მაგ ქორწინებაზე ეს ამან ხედულობაში. და არ გულისხმობს ეს კანონი. ღმერთმა იცის მე რა იქნება. აი ეს თუ არ იქნება, ცოტა უფრო კაფიოთ უნდა გამოეყოთ ეს.
არაფერი ისეთი შიგარწერია, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენ ტრადიციებს ან კულტურას. ჩვენ 3 მილიონიანი ვართ. ჩვენ არ გვაწყობს ახლა ეს რაღაცა LGBT და რაღაცები არა. ჩვენ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს ყოველთვის და ჩვენ და გავმრავლდეთ იცით და ერთი არის როდესაც ადამიანი ასეთია, მეორე როდესაც ის ამას მოდის გამოაკეთებს. აი ეს გულის მოსაკლავია 3 მილიონიანი ერისთვის. მადლობთ მამაილიასთან გადავამო შემდეგი შეკითხვით. მამაილია კანონის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უმცირესობათა უფლების დასაცავი კანონი. თუმცა თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება ნებისმიერ წუთს უმრავლესობის წევრიც გახდეს ისეთივე უმცირესობა, რომლის მიმართაც გამოვიდება დისკრიმინაცია. მაგალითად, თუ შეიძლება ასეთი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს სასულიერო პირი. რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის ქვეშ ყველა ადამიანი შეიძლება მოიქცეს სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ეს კანონი და ეს მექანიზმი, რაც მასში დევს, ჩვენ საზოგადოებას ნებისმიერ ადამიანს დაიცავს დისკრიმინაციისგან. ელემენტარულად ხომ არიან უმუშევრები, წამლის გარეშე, საქმის გარეშე ადამიანები და მაინც და მაინც ამ ჰომოსექსუალიზმზე რატომ უნდა დავსვათ აქცენტი და აი რამდენად რეალურად იქნება დაცული ადამიანთა უფლებები საქართველოში. მე ვფიქრობ ამ კანონზე არ არის დამოკიდებული და ეს კანონი ვერ იქნება განსაზღვრელი ამ მხრივ. თუმცა ერთი რაღაცა კი არ აქვს ამ კანონს რეალურად ასეთი ძალა, მაშინ რატომ მოყვა მას ასეთი დიდი პროტესტი საპატრიარქოს მხრიდან? მე მოგახსენეთ, პირველ რიგში ეს კანონი იყო ალბათ უფრო რაღაც იდეოლოგიური, რაღაც უფრო პოლიტ-პიარის ფორმის, რომელიც ერთგვარად საზოგადოებისათვის იყო შემაშინებელი, რაღაც შოკის პონგრელი, რადგანაც ეს ამაში დაინახეს საფრთხე ერთსქესიანთა ქორწინებისა. მე ვფიქრობ, რომ მაგრამ საპატრიარქომ არ იცოდა, რომ რეალურად ეს კანონი ამას არ გულისხმობდა? მათ არ აუხსნიათ ჩვენ ერთია ამ წუთას და ამ ეტაპზე კანონი რას გულისხმობს და მეორე კანონის შედეგები სამომავლოდ. იცით რომ ევროპაში მაგალითად პრაქტიკულად სამწუხაროდ ძალიან გულდასაწყვეტია ყოველ წელს იზრდება იმ ქვეყანათა რიცხვი, სადაც უშვებენ ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს არის ერთგვარად მოდური მზარდი ეპიდემია, რაც დაემართა დასავლეთს და ჩვენ ქრისტიანები ვხედავთ საშიშროებას, რომ ეს ჩვენც არ შეგვეხოს. არა იმიტომ რომ პრორუსები ვართ ან რუსეთი მოგწონს, უბრალოდ ჩვენ არ მოგწონს ერთსქესიანთა ქორწინებები. და ჩვენ გვინდა ევროპაში ყოფნა, სადაც ჩვენ შევძლებთ ქრისტიანული ფასეულობების დაცვას. აი ასეთ ევროპაში ყოფნა და ასეთ საქართველოში ცხოვრება. თუმცა მეორე მხრივ ხარ პრორუსულობა პროდასავლურობასაც შეეხება არც ერთი ქვეყნისთვის არ დაუძალებია ევროპას თუ რამე კანონი მიიღო. იგივე საბერძნეთში რომელიც ჩვენი მსგავსი კულტურაა, იქაც არავინ არ თუ ხალხმა არ მოითხოვა თვითონ არჩევნებზე ხმა არ მისცეს. უმეტესობა არ გამოვიდა, მაშინ ეგ არ ხდება ხო. ეხლა მაგრამ მაგს შეკითხვა. რამდენად იგივე საფრანგეთში ან სხვა ქვეყანაში რამდენად იყო ეს კანონი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი? რამდენად იყო რეალურად? თუ არა და მე არჩევნებს აგებს იმ პარტია რომელიც მიიღო, ხა ცნობილი იყო თავჯერზე ამერიკაშიც არჩევნები დიდწილად სწორედ აი ამ საკითხმა განაპირობა, რომელიც ვაცლის წინ იყო და ჯორჯ ბუშმა მოიგო არჩევნები იმის გამო, რომ სწორედ მას მხარე დაუჭირეს კონსერვატორებმა ესე. რამდენიმე წლის წინ მაგალითად ევროკავშირმა მიიღო ასეთი რეზოლუცია, რომელიც ავალდებულებს პირდაპირ წევრ ქვეყნებს და წევრობის მოსული ქვეყნებს, რომ ატივისცენ სექსუალურ უმცირესობებს. ეხლა აი თქვენ ამბობთ, რომ მრევლი ძალიან მრავალრიცხოვანია, მისი დამოკიდებულება ცნობილია, როგორ უნდა დაავალდებულო ადამიანი პატივისცეს იმას, რაც მისი რწმენით და მისი აღსარებლობით არის უპატიებელი ცოდვა. აი როგორ უნდა დაავალო ეს? ეხლა მამაილიას სწორსაუბრს აქ ძალიან სერიოზული პრობლემაა იმ მხრივ, რომ ევროპაშიც სერიოზული კამათი და დაპირისპირებები არის ხოლმე მარტო ალენდელის მაგალითი იკმარეს, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანისა და ძალიან დემოკრატები გამოხდნენ და თქვენ რომ ალენდელოს სეზარის პრემია უნდა ჩამოვართვათ. ესე კაცს თავისი აზრის ქონის უფლება არ აქვს. ანუ აზრის უფლება, მუშაობის უფლება, ის რომ დაცული იყოს. ამას ისწრებოდა იმ შემთხვევაში, რომ ჩამოერთმიათ
როგორც დაიწყო ეს კამპანია. მე ორივე შემთხვევაში ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ალენდელმა თავისი აზრი გამოთქვა, დაანჩენო როგორც თქვენ ეგრეთ წოდებულმა დემოკრატებმა გამოთქვეს თავისი აზრი. ორივე შემთხვევაში არის აზრის გამოხატვის თავისუფლება. ასე რომ ისეთ როგორ არის ძალიან ხშირად გვაქვს ასეთი ვითარება, რომ დაზებირებული ფრაზები, რომელიც მე ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა ქვეყანაში რა, ვინც უფრო კარგად წარმოთქვამს ამ დაზებირებულ დემოკრატიულ ფორმულებს, ის არის ყველაზე პროგრესული. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში ლუთერანი პასტორი დააკავეს იმის გამო, რომ მან ქადაგების დროს თქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა. ეს სიტყვები მას ჩაითვალა დისკრიმინაციად და მე ვსვავ კითხვას, რომ ხომ არ გვინდა ჩვენ ასეთ საზოგადოების აშენება, სადაც ესე იგი თავისუფალი სიტყვის გამო შეიძლება დააპატიმრონ ადამიანი. მას ჩაეთვალოს ეს. იმიტომ რომ ამას ყველა მოძღვარი ამბობს ნებისმიერ ეკლესიაში. არა, სკანდინავიაში ეს უკვე გამონაკლისია. ეს ითვლება ცოდვად, კი ბატონო. ეს უკვე გამონაკლისია სკანდინავიაში, რადგან თვითონ ლუთერანულ ეკლესიას ამ კანონში არის მუხლი, რომელიც სპეციალურად არეგულირებს, ეს არანაირად არ ეხება რჯულის მსახურებს, რომლებიც რა თქმა უნდა ყოველთვის იქნებიან იმედია, ყოველ შემთხვევაში არის ასეთი პრეცედენტიც საზღვარგარეთ. მაგრამ მე მგონია რომ თქვენ ხა ამუქებთ საფრთხეს იმ მხრივ რომ ან ეს იქნება და ამის აუცილებლად სკანდინავიას ვამბობთ. ძალიან ბატონმა უსუფაშვილმა, რომელიც დგას მაქსიმალიზმის მორალური მაქსიმალიზმის პრინციპებზე, ის ვალდებულია ასე იყოს. ის ყოველთვის უნდა ხედავდეს საფრთხეებს და ყოველთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი და მაქსიმალურად მორალური. მე ისიც მაგრამ მე ხარაშო ტაბურეტების დღეს რო დაუბრუნდეთ 17 მაისს პრობლემა იქ არ იყო რომ ვიღაცები ვერ იგებდნენ ევროპულ ფასეულობებს თუ რაღაცა შეიძლება საერთოდ შეილაპარაკო მაგის ტკივილზე რომ სექსუალური უმცირესობა სიტყვა არ ახსენებს, იმიტომ რომ თავარი პრობლემა იყო რომ ადამიანებს ქუჩაში ქოლავდნენ იქა და გამოაწვიეს სხვათა შორის ამერიკის სასულიერო პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და გარკვეულ პოლიციელებმა, რაც იმ დღის ქრონიკას ვკითხულობდნენ. პრობლემა იქ არ იყო, რომ გეები გამოვიდნენ თუ არ გამოვიდნენ. ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაბრუნებულები და ძლივს გაასწრეს და მათ შორის სასულიერო პირები. და როგორ ფიქრობთ, ეს სასულიერო პირები რატომ აპროტესტებდნენ ამ კანონის მიღებას? იმიტომ ხომ არა რომ მათ სურდათ ის უფლება დარჩენოდათ. ისეთ რა არის სიტყვა სამართლის კოდექსში არის მუხლები მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, დამამძიმებელ გარემოების მკვლელობაზე, მაგრამ მკვლელობები მაინც ხდება. ამიტომ ეს არ ვერ გახდება პაგაცია, რომ ამგვარი დარღვევები არ იქნება. თქვენ ვერავინ ვერ დააძალებთ ვიღაც ადამიანს, რომ როცა აშკარად გამოხატული ჰომოსექსუალური იერის ადამიანი რაღაცას ეკითხება და პასუხს არ ასწრებს. მე მქონდა ასეთი შემთხვევა. მაღაზიაში ხმარ გასცეს ამისგანა ახალგაზრდა. ისევ მე მომიწია გზის მისწავლება, სადღაც ასულიყო. ამას თქვენ სადაც არ უნდა წეროთ და რა კანონებიც არ უნდა მიიღოთ, ეს არის ყოფიერებისა და კულტურის საკითხი. მიმეხვდით? და სულ არ ნიშნავს იმას, რომ მე უფრო მიყვარს ჰომოსექსუალი, ვიდრე იმ მაღაზიის გამყიდველს, რომელმაც პასუხი არ მისცა. ეს სულიერი კატეგორიებია, ჩვენ სულ ვცდილობთ სულიერი კატეგორიები ქაღალდზე დავწეროთ და გონია რომ ეს შესრულდა რა, უკვე ასე იქნება. არ შეიძლება ერთი-ორი ზედადებით აუცილებლად უნდა ვთქვას, რომ ეკლესია არ შეიძლება წარმოჩინდეს როგორც თქვათ ჰომოფობიური ინსტიტუცია. ნუ ახლა როგორ უნდა წარმოჩინოს მაგალითად ასე ამბობთ. შეიძლება წარმოჩინოს თავად ინსტიტუტი, არა რაღაცა გამოვლინება ვიღაც კონკრეტული ადამიანებისგან. მე ვლაპარაკობ ეკლესია როგორც მოვლენა, სულიერი და ინსტიტუციური ქრისტიანული და ღირებულებითი მოვლენა. ეკლესია რა თქმა უნდა ებძვის რა ეწინააღმდეგება ცოდვას, მაგრამ იწყნარებს და უყვარს ადამიანი, თუნდაც დაცემული ცოდვაში. რაც შეეხება კონკრეტულად 17 თუმცა დავეთანხმოთ რომ გამოხატვის ფორმა იყო არ არის 17 მაისის მოვლენას მე ვიტყოდი პირველ რიგში რომ იქ მასის უმეტესი ნაწილი იყო არამრეული არა ეკლესიური ფენა მე ამაში დარწმუნებული ვარ ისინი რომლებიც უბრალოდ დადგნენ ეგრეთ წოდებული ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მაგრამ ისინი არ იყვნენ მრევლი როგორც ასეთი ჭეშმარიტი მრევლისგან შეუძლებელია იყოს ძალადობა. მე ეს შემიძლია თქვა. მისთვის რომ მაგათაბოთ, მაგრამ სასულიერო პირების მხრიდან. სასულიერო პირს თუ უჭირავს სტამბულეთში იმის მრევლი როგორ შეიძლება. ჩვენ გვინდა რომ ყელში ამოგიყავოთ, მაგრამ ახლა ეს ფაქტი იყო რა. ეს ის თქვენი პოზიცია, რომ მე მინდა რა აგიცნათ, რომ გამონაკლისი შეიძლება ხდება, მაგრამ ეს არ არის თავად ეკლესიის როგორც სულიერი თუ საზოგადოებრივი მოვლენის მახასიათებელი. ეს არის როგორც გამონაკლისი. მოდი თქვათ რომ არ უნდა იყოს და ყველანი შევთანხმდებით რომ ძალადობა რა თქმა უნდა არ უნდა იყოს.
ეკლესია არასოდეს არ ძალადობდა მართლმადიდებელი ეკლესია თუ სადმე რამე იყო ეს მხოლოდ გამონაკლისები ასე არ არის არ ვეთანხმებით ისტორიის ანალიზი ამას გვეუბნება ისევ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მინდა შევეხო და დეპუტატს კონკრეტულს რომელმაც თქვა რომ მე მართლმადიდებლობა მირჩევნია დეპუტატობას თუმცა ის დღესაც დეპუტატია გედევან ფოფხაძეს გულისხმობ რომელმაც ეს განცხადება გააკეთა როგორ ფიქრობთ ის ხომ არის ხალხის არჩეული დეპუტატი როგორ ფიქრობთ მას თავის პირად რელიგიურ შეხედულებებზე შეუძლია გაცვალოს ადამიანების მიერ მინიჭებული ნდობა თუ კი საზოგადოება მოითხოვდა მისის ამაზე არა გასაგებია გედევან ფოფხაძე ძალიან დიდი ნონსენსი და გაუგებრობა არის რომ არის დღეს პარლამენტში და არის რასთავარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეს არის პრობლემა ამ პარლამენტის და მე ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან ამაზე დამოკიდებია კარგით, მაშინ ბოლო კითხვას დავუსვამ მამა ილიას და შემდეგ მინდა რომ თქვენც მიპასუხოთ ჩემმა სტუმრებმა, თუ კი სახელმწიფო არ ადგენს რა არის ცოდვა და ბუნებრივია მას არც აქვს ამის უფლება, რატომ ადგენს ეკლესია რა უნდა იყოს კანონი და როგორი უნდა იყოს ის. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ამაზე დასაწყისშიც ვახსენე რომ ეკლესია როგორც საზოგადოების ნაწილი გამოხატავს თავის აზრს და შეხედულებებს. ეკლესია რა თქმა უნდა არ არის პარლამენტი, მაგრამ ის გამოთქვამს და თუ გამოთქვამს ეს უნდა მივიჩნიოთ დემოკრატიის აუცილებელ ნაწილად. ხოლო ის რომ ჩვენი სახელმწიფო ეფუძნებოდეს ქრისტიანულ ღირებულებებს, ესეც არის არჩევანის საკითხი. მორწმუნეებს ჩვენ ასე მიგვაჩნია და არა მხოლოდ მართლმადიდებლებს. ალბათ ეკლესიისთვის ხომ არ იქნება მისაღები სახელმწიფოს მესვეურმა რომ გამოთქვას კონკრეტული ცოდვის ეკლესია არ ამბობდა რომ ჩვენ ცოდვა იურიდიული ძალა მივანიჭოთ. ეკლესია უბრალოდ თითქმის და ამბობს რომ არ შეიძლება ექსცესიანთა ქორწინება და არ შეიძლება პროპაგანდირება ჰომოსექსუალური კავშირების. ამას იტყოდა იწვის და ყოველთვის მაინც მიიღოს მსგავსი კანონები ეკლესიას აქვს კი მორალური უფლება რომ სახელმწიფოს მესვეურები ანათემას გადასცეს რის მცდელობა შეგონებას უკვე პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ ანათემა რას ნიშნავს? ანათემა ნიშნავს ქრისტიანული კრებულიდან განკვეთას. ადამიანი რომელიც არ ემორჩილება ეკლესიას ის თავის დაუნებურად უკვე ანათემირებულია და ანათემა ეს არ არის ვიღაცის წყევლა კულო ანათემა ეს არის ესე იგი განკვეთა მოკვეთა ეკლესიიდან მრევლობიდან და ეს უფლება ეკლესიას კანონიკურად აქვს ეს დაწყებული პირველი საუკუნიდან ეს არის საეკლესიო წესი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიას და იყო ეკლესიის ნაწილი ხდება მათი განკვეთა ანუ არა ეს რას ნიშნავს რომ კონსტანტაცია რომ ეს ადამიანი ეს ჯგუფი არ არის ეკლესიის წევრი რომ აღარ არის ქრისტიანი ეს არის სულიერი და ერთგვარი ვერბალური ფაქტი და რა თქვა ვინმეზე ძალადობა ან რაღაც თქვა ვიღაც დისკრიმინაცია. გასაგებია, კარგით მინდა ქალბატონინიამაც იყო ის, როდესაც თქვა რომ გახსოვდეთ როგორ მოხვედით ხელისუფლებაში და ამას თქვენ აუცილებლად ინანებდით. სხვა ტიპის მუხა რა ჩანდა. ანათემას გადაცემა აბსოლუტურად აკრო არჩევნების გზით მე ხალხი გამოხატავს თავის ნებას. მარტო ჩვენ ხალხი. მე შეიძლება მე მეკავა რომ თქვენ ახლა მე დიდწილად ვეთანხმები რა თქვა. ერთია რომ აკრესაც ცხადი ააკუფლება რომ თავისი აზრი გამოხატვა შეიძლება მე არ მომწონდეს და არც მინას და არც ფორმა როგორც ზოგი ვიღაცები რაღაც ამბობდნენ, მაგრამ მაგაზეც მაშინ ხა იქ მუშაობდი და პარლამენტის თავმჯდომარე თქვა რომ ნუ ქვეაწვევი და არ ზააწვევიან. ანუ ეხლა რა ვიცი მე. გასაგებია, ჩაერიოს თუ არა ეკლესია სახელმწიფოს მიერ კანონების დაწესებაში ასე ვთქვათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ჩარევის სახელმწიფო საქმეებში. მას შეუძლია მხოლოდ აზრი გამოხატოს, პროტესტი გამოთქვას და იმ უკროს რომ ხმას აღარ მოგცემ შემდეგ არჩევნებში და ეს ნორმალურია. ან რეუსოთ რომ ხმა აღარ მოგცეს, ეს ნორმალურია. ან დამიჯერებს ან არა კიდე. იმიტომ რომ მრევლი სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესია არის ძალიან დემოკრატიული. ჩვენთან არ არის ტერიტორიული პრინციპი მოძღვარების. ყველა თვითონ ირჩევს თავის მოძღვარს და მივიცი ადამიანები თბილისიდან წყალტუბოში რო დადიან მამაოსთან და კახეთიდან შიომღვიმეში რო ჩამოდიან. მრევლთან ასეთი მოქცევა ძალაობა პირდაპირ ძალიან ხშირად ბევრ მოძღვარს ძალიან ცუდ სამსახურს უწევს და მოძღვარი იზომება იმით როგორია მისი მრევლი რამდენად სიყვარულით სავსე და თავისუფალია ეს ადამიანი თუ დათრგუნა მოძღვარმა თუნდაც თავისი ავტორიტეტით ან იმით რომ ის სასულიერო პირია ეს უკვე შორს ცილდება მართლმადიდებლობის ნორმებს ეხლა ეს უბრალოდ მე რატო ამაზე არ არის არასოდეს საჯარო სივრცეში ლაპარაკი და ჩვენ ყველა წარმოგვიდგენია შავები თეთრები ვინც მრევლია ბნელია ვინც არ არის მოწმე ის ნათელია თუმცა გასაგებია ქალბატონინია ქალბატონმა დეკლარირებულად ვარ სეკულარული სახელმწიფო მაგრამ მიუხედავად ამისა
ესეთ შემთხვევებში და ძალიან ხშირ შემთხვევებში ეკლესიას იქნება გამომდინარე, რომ აქვს ძალიან დიდი გავლენა, აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, ის ამას ყოველთვის იყენებს და ყოველთვის ცდილობს მოარგოს საკუთარ ინტერესებს. ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერჯერობით ხდება. გასაგებია, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან არ მესმის, თუ კი შენ ხარ დემოკრატი, როგორ შეიძლება გინდოდეს რომელიმე ინსტიტუციის ჩაჩუნება და ხმის ჩაწყვეტა. აი ამას ხედავ მე. ინსტიტუციები როდესაც იმუქრებიან, როდესაც ასე აქტიურად ერევა ეს არ არის მუქარა, ეს არის პოზიციის გამოფხატვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც მუქარა იქნება თუ იტყვი რომ მოგკლავ, ჩამოგაგდებ, ომს დავიწყებ. ესაა მუქარა და თუ იტყვი რომ მე აღარ აგირჩევ შენ, ან და სიტყვით გაგიწევ წინააღმდეგობას, ეს მუქარა, ეს არის მუქარა, რომელიც გასაგებია უნდა დავასრულოთ ჩვენი დრო სამწუხაროდ გამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მე ანიტა ტულაშვილი ვარ და თქვენთან ერთად ვიყავი ბოლო 30 წუთის მანძილზე. ჩვენი გადაცემა დასრულებული აქვს. მადლობთ რომ გიყურებთ. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. ნახვამდის.